დღევანდელ ეპიზოდს ჩვენ ვიწერთ ეკო ჩემბერის სტუდიაში. მოგესალმებით, მწარე პოდკასტი, ყველაზე ისტორიული პოდკასტი საქართველოში. შეგახსენებთ, ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC, ასევე ჩვენი ეპიზოდის სპონსორი არის ამბავი ვაინ, ღვინო, რომელიც ისტორიას მოგითხრობთ. წინა ეპიზოდში რომის ისტორიისა ჩვენ შევჩერდით, როგორ დამთავრდა მეორე პუნიკური ომი, როგორ დაიდო ზავი რომაელებსა და კართაგენელებს შორის და ომები გახდა საფუძველი რომის ბატონობის და დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთზე. მეორე პუნიკური ომის შემდეგ რომში იწყება სერია ელინისტურ სახელმწიფოებთან დაპირისპირებისა, იმიტომ რომ ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შემდეგ, რომელიც მისი სიკვდილიდან ფაქტობრივად ჯერ მისი გვამი გაციებული არ იყო, როგორც იტყოდა ხოლმე ცნობილი ქართველი ისტორიკოსი ლევან სანიკიძე, მისი იმპერია უკვე დაიშალა და შესაბამისად შეიქმნა უამრავი ელინისტური სახელმწიფო, რომელიც მოიცავდა არა მარტო ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის აღმოსავლურ ტერიტორიებს, არამედ რა თქმა უნდა ისტორიულ მაკედონიას, საბერძნეთს, ბალკანის ნახევარკუნძულს, ზოგადად ჩრდილოეთ აფრიკას და შესაბამისად ის პოტენციურად აღმოჩნდა რომის ინტერესთა არეალში. დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთზე გაბატონების შემდეგ რომი ასევე ძლიერი ეკონომიკური ძალაც გახდა, მაგრამ ამავე დროს ამ ტერიტორიულმა ზრდამ, ახალი ტერიტორიების მიერთებამ, პროვინციების ჩამოყალიბების აუცილებლობამ ნელა გააჩინა გარკვეული ბზარები რომაულ სისტემაში, რომელსაც რესპუბლიკა ვეღარ უმკლავდებოდა. და რა იყო ეხა ეს პრობლემა? მეორე საუკუნეში ჩვენ თუ დავაკვირდებით, რომი მთელ რიგ ომებში განიცდის მარცხსაც. გარდა იმისა, რომ იმარჯვებს რამდენიმე დიდ ომში, მას აქვს წარუმატებლობები ესპანეთში მაგალითად, მას აქვს წარუმატებლობები ნუმიდიაში საუკუნის მიწურულისთვის და ეს გარკვეულწილად დაკავშირებული იყო რომაული სამხედრო სისტემის კრიზისთან. და რამ გამოიწვია რომაული სამხედრო სისტემის კრიზისი? საერთოდ რომის ჯარი, ჩვენ წინა ეპიზოდში არ გვისაუბრია, როგორ იკრებებოდა რომაული ჯარი, ქონების ცენზის მიხედვით ხდებოდა რესპუბლიკაში ჯარის შეკრება, რომი იყოფოდა რამდენიმე ტრიბად და თითოეულ ტრიბას გამოყავდა გარკვეული რაოდენობის ჯარი და შესაბამისად ქონებრივი ცენზი განსაზღვრავდა იმას, ჯარის რომელი ნაწილში იმსახურებდა და რამდენი ცენტურიას გამოიყვანდა ესა თუ ის საზოგადოებრივი ფენა. მათ შორის იყვნენ, რა თქმა უნდა, მხედრები, რომლებიც ცალკე ფაქტობრივად საშუალო ფენასავე წარმოადგენდნენ რაღაცას პატრიციებსა და პლებეებს შორის და შეადგენდნენ კავალერიას, მათი რიცხვი მცირე იყო, ვინაიდან ისინი იყვნენ საკმარისად დიდრები იმისთვის, რომ ცხენი ყოლოდათ და ცხენოსან ჯარში ემსახურათ. რა თქმა უნდა, აქ იყო მძიმე დახჭურული ლეგიონერები, რომლებშიც მსახურობდნენ არა მარტო წარჩინებული საგვარეულოს წარმომადგენლები, არამედ პლებეების უმეტესი ნაწილიც, ასევე რა თქმა უნდა იყო უფრო ღარიბებისთვის შედარებით დაბალი ცენზის მქონე ადამიანებისთვის სუბუქი ქვეითი ჯარი, ველიტები უმეტესწილად, რომელიც ასევე მსახურობდნენ არმიაში და ყველას თავისი ვალდებულება და მოვალეობა ჰქონდა. არმია იყოფოდა სხვადასხვა სამხედრო ერთეულებად, რესპუბლიკის პერიოდში ყველაზე გავრცელებული მანიპული იყო ასეთი ერთეული, რომელიც 2 ცენტურიისაგან შედგებოდა ხოლმე, 2 ასეულისაგან ამ შემთხვევაში და საშუალოდ 1 ცენტურიაში 80 კაცი იყო, თუმცა ასეულად მოიხსენიებენ ხოლმე და მთლიანობაში 160 კაცამდე აღწევდა ერთი მანიპულის შემადგენლობა. ანუ ლეგიონი თავისთავად არ არის ხა ძალიან დაკონკრეტებულია ხოლმე, შეიძლება 5000 კაცი იყო, ან 6000, ან 4500 და შემდეგ, მაგრამ ლეგიონს სინამდვილეში არ ჰქონდა ასეთი მკაცრად განსაზღვრული სტრუქტურა, ეს იყო უფრო დიდი სამხედრო ერთეულის აღმნიშვნელი ტერმინი და შესაბამისად შეიძლებოდა მისი რიცხვი ყოფილიყო, რა ვიცი 2000-დან და შესაბამისად 6000-მდე და შეიძლება 25000-მდეც კი, თუ ეს გაძლიერებული იყო აუქსილიარებით და დამატებითი ძალებით. ასე რომ ეს მარტო ლეგიონით დათვლა, რომ ერთი ლეგიონი პოტენციურად 5000 კაცია, მაგით ვერ დაადგენ რომაული ჯარის რიცხოვნობას ზოგადად. რაც შეეხება ამ სისტემის კრიზისს, ეს გამოიწვია იმან, რომ რომაელებს, რომლებიც რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ სამხედრო საქმიანობას მისდევდნენ, ხა ეს ჯარისკაცები, ისინი არ იყვნენ პროფესიონალი ჯარისკაცები. ისინი იწვევდნენ ომის დროს მათ და შემდგომში, როცა ომი დამთავრდებოდა, უკვე დაბრუნებულიყვნენ სახლში მეურნეობისთვის მიეხედათ და ასე შემდეგ, ხო? და დროთა განმავლობაში, როცა რომს დაჭირდა უცხოეთში დიდი ტერიტორიები დაიპყრეს და შენარჩუნება ამ ყველაფრისა საჭირო გახდა მუდმივმოქმედი გარნიზონები, მუდმივმოქმედი არმიები და რომს ეს არ ყავდა და არც შეძლებულობა ჰქონდა ამისა და არც სისტემა ჰქონდა. ჯერ რომ ეს მუდმივი არმიები შეინარჩუნებინა ხანგრძლივად, ამან გამოიწვია ის, რომ რომაელებს მეომრებს, რომლებსაც გაწვეულები იყვნენ სხვადასხვა საჭიროების შემთხვევაში, მე ძალიან დიდი ხანი უწევდათ ხოლმე არმიაში მსახურება. რაც რა თქმა უნდა, მათ უკმაყოფილებას იწვევდა, იმიტომ რომ არმია არ იყო მათთვის გამდიდრების წყარო, ისინი მათ არ უხდიდნენ ჯამაგირს, ისინი სახელმწიფო არ იყო ვალდებული, რომ ისინი ჩაეცვა მათთვის, საკვები მიეცა და ასე შემდეგ. ამიტომაც რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად არ იყო მაინც კომფორტული ამ ადამიანებისათვის და ეს იწვევდა სამხედრო სამსახურისადმი ნაკლებ ინტერესს დროთა განმავლობაში.
მდგომარეობაში და კრიზისს რომაულ სისტემაში. ამიტომაც საჭირო ხდებოდა ის, რაც შემდგომში გააკეთა ძველი საერთაშორისო მეორე საუკუნის მიწურულს ცნობილმა რომაელმა სარდალმა გაიუს მარიუსმა, როცა გაატარა სამხედრო რეფორმა. მაგრამ ამ სამხედრო რეფორმამდე რომ ძალიან ბევრი აქვს საომარი ჯერ კიდევ. ის ჯერ რა თქმა უნდა ბრძოლის ველზე რომაულ ლეგიონს მაინც ვერავინ ვერ დაუდგება. როდესაც რომაელები ამ შემთხვევაში ომში მიდიან, ისინი აუცილებლად იმარჯვებენ დიდ ომებში. ისინი იმარჯვებენ მაგალითად მაკედონურ ომებში და ძველი საერთაშორისო მეორე საუკუნეში რომს ჰქონდა მაკედონური ომები, ფილიპე მაკედონელის წინააღმდეგ, ფილიპე მეხუთეს წინააღმდეგ, შემდგომში მისი მემკვიდრის წინააღმდეგ. სამი მაკედონური ომი იყო და პირველში და მეორეში გამარჯვების შემდეგ აღმოჩნდა ისე რომ რომაელებმა ნახეს რომ მაკედონელები ეშმაკობდნენ, ასე ვთქვათ, ეშმაკობდნენ ისე რომ მათ აუკრძალეს 5000 კაცზე მეტი ჯარის ყოლა, რომაელებმა აუკრძალეს მაკედონელებს, მაგრამ 5000 კაცს იწვევდნენ, გაწუთნდნენ, მერე გაუშვებდნენ და კიდევ მეორე 5000 მოყავდათ გასაწვდომად, რის შემდეგაც საკმაოდ დიდი არმია დაუგროვდა მაკედონიის მეფეს. თუმცა ომი საბოლოო ჯამში მაინც რომაელების გამარჯვებით დამთავრდა. განსაკუთრებით აღსანიშნავი არის ორი დიდი ბრძოლა მაკედონელებთან მეორე საუკუნეში გამართული. ერთი არის პიდენას და მეორე არის კინოსკეფალის ცნობილი ბრძოლები და ორივე ბრძოლაში ფალანგა დამარცხდა რომაული ლეგიონის წინააღმდეგ და ორივეჯერ რომაელებმა მოახერხეს ისეთ ლანდშაფტზე შეეტყუებინათ მოწინააღმდეგე, სადაც მათ აწყობდათ ამ ბრძოლის გამართვა და ამ შემთხვევაში ამან გამოიწვია მაკედონელთა სასტიკი მარცხი. ბალკანეთზე პრინციპში რომს მეტი ძლიერი მოწინააღმდეგე არ ყოლია, რომ არა გამოჩენილიყო კიდევ ერთი ძალიან ძლიერი სახელმწიფო, ოღონდ ამჯერად უკვე აზიიდან ის იყო სელევკიდების სირიის სახელმწიფო. საერთოდ აი თვალს თუ გადავავლებთ ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრე სახელმწიფოებს, რამდენიმე უნდა დავასახელოთ მათ შორის. ერთი იყო ეს მაკედონია, რომელიც რომის პირველი მოწინააღმდეგე იყო ელინისტური სახელმწიფოებიდან. მეორე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის სელევკიდების სირიის სახელმწიფო, რომელიც ასევე ალექსანდრე მაკედონელის სარდლის სელევკოსის მიერ არის დაარსებული. მესამე იყო ეგვიპტე, ეს იყო პტოლემაიოსის მიერ დაარსებული სახელმწიფო ალექსანდრე სარდლისა და ლაგიდების დინასტია მართავდა მათ და ეს ლაგიდები დიდი ხნის მანძილზე ყველაზე დიდი ხანი გაძლეს ფაქტობრივად ელინისტურ სახელმწიფოებს შორის და რა თქმა უნდა აქვე უნდა დავასახელოთ ჩვენ ის მცირე სახელმწიფოებიც, რომლებიც შეიქმნა მერე მათ ტერიტორიაზე. მათ შორის იყო პონტოს სამეფო, რომელიც შავიზღვისპირეთში მდებარეობდა, ბითინია, მაგალითად კაპადოკია, მცირე და დიდი არმენია, პართია, რომელიც სელევკიდების ტერიტორიაზე შეიქმნა და ასე შემდეგ, სხვადასხვა სამეფოები. სხვადასხვა მათ რიგში შეგვიძლია თავისუფლად შევიყვანოთ ჩვენ იბერიის სამეფოც იგივე, იმიტომ რომ იბერიის სამეფოს დაარსდა ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შედეგად. როცა შეძლობების ფანჯარა გაჩნდა, როცა აქემენიანთა იმპერია აღარ არსებობდა, ხოლო ახალი იმპერია უკვე დაშლილი იყო. აი მაშინ, როდესაც შესაძლებლობა გაჩნდა, რომ აი არც ერთი დიდ ძალას არ ჩაეყლაპე, გაჩნდა ის სახელმწიფოები კავკასიაში, რომელიც შემდგომში დიდი ხნის მანძილზე არსებობს. აქ მათ შორის სწორედ ასეთი არის იბერიის, ანუ ქართლის სამეფოც. ამ ელინისტურ სახელმწიფოებს შორის, როგორც ვთქვით, ძალით შეგვიძლია შევადაროთ ისინი, რომ ყველაზე ძლიერი პოტენციურად რუკაზე მაინც იყო სელევკიდების სირია, შემდგომში იყო ალბათ მაკედონია და ეგვიპტე. ეგვიპტეს ჰქონდა გარკვეული უპირატესობები, ეს იყო მოსახლეობის რიცხოვნობა, ეს იყო ეკონომიკური სტატუსი, ის რომ ეგვიპტე იყო ბეღელი მთელი ხმელთაშუა ზღვისპირეთისა და პტოლემაიოსებს ჰქონდათ ამ ხრევა ყველაზე უპირატესობა, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ის ვერ აღემატებოდა ამ შემთხვევაში მაკედონიასა და სელევკიდების სირიას. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი რაპიასთან ბრძოლაში მათ დაამარცხეს სელევკიდები, ეს იყო პტოლემაიოს მეოთხე დაამარცხა ანტიოქე მესამე, ყველაზე ერთ-ერთი უდიდესი მეფე სელევკიდების იმპერიისა. მიუხედავად ამისა, ის მაინც ვერ ახერხებს, რომ გაბატონდეს სირია პალესტინაზე, რაც შემდგომში ისევ სელევკიდების ხელში გადავა. ასევე უნდა ითქვას, რომ ამ დიადოხოსების, ანუ ალექსანდრეს მემკვიდრეებს შორის მიმდინარე ომები საინტერესო არის ერთი თვალსაზრისით, რომ ისინი ერთმანეთს უპირისპირებენ ბერძნულ და აღმოსავლურ სამხედრო საქმეს. ანუ ორივე კომპონენტი კარგად არის წარმოჩენილი მათ სამხედრო სისტემაში. თუ მაგალითად რომაელები ებრძვიან ჯერ ძველი საერთაშორისო მეორე საუკუნის პირველ ნახევარში მაკედონიას და ისინი ებრძვიან ტიპურ მაკედონურ ჯარს, ანუ ელინისტურ არმიას, იქ არ არის ისეთი კომპონენტები, რომელიცაც ისინი ხვდებოდნენ მაგალითად სხვა აღმოსავლურ ელინისტურ სახელმწიფოებთან ბრძოლაში. მათ შორის ეს იყო საბრძოლო ეტლები, მათ შორის ეს იყო საბრძოლო სპილოები, ეს იყო მძიმე დახრჭურული კატაფრაქტული ტიპის კავალერია და ასე შემდეგ, რაც ამ შემთხვევაში მხოლოდ შემდგომში სელევკიდებთან დაპირისპირების დროს შეხვდნენ რომაელები ბრძოლის ველზე. აი ასეთივე მომენტია თუნდაც პტოლემაიოსებსა და სელევკიდებს შორის მიმდინარე ომში, რაპიასის ცნობილი ბრძოლა, რომელიც ვახსენე, სადაც ერთმანეთს ბრძოლის ველზე დაუპირისპირდნენ ინდური და აფრიკული სპილოები. ეს პირველი შემთხვევა იყო ბრძოლის ველზე, როცა ორი კონტინენტიდან ორი სხვადასხვა ჯიშის სპილოები ერთმანეთს შეხვდნენ ბრძოლის ველზე და იმჯერად სხვადასხვა ინდურმა სპილოებმა თითქოს დაჯაბნეს ერთი შეხედვით აფრიკელების
ანუ პტოლემაიოსების სპილოები, იმიტომ რომ რეალურად ის სპილო, რომელიც დღეს ჩვენ აფრიკულ სპილოს უწოდებთ და არის უზარმაზარი და ყველაზე დიდი, ხო? სინამდვილეში ის არ გამოიყენებოდა საბრძოლო საქმიანობაში, გამოიყენებოდა პატარა ბუჩქის სპილო ეგრეთ წოდებული, რომელიც გაცილებით უფრო მცირე იყო ვიდრე ინდური სპილოები, რამაც გამოიწვია ის, რომ ხშირად იმარჯვებდა ხოლმე ინდური თავის აფრიკელ მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში. თუმცა საბოლოოდ ბრძოლა მაინც დამთავრდა ეგვიპტელების გამარჯვებით. კარგი, დავანებოთ ახლა ელინისტურ სპილოების განხილვას თავი და დაუბრუნდეთ რომის საკითხს. ჩვენ ვახსენეთ მაკედონური ომები და რომის გამარჯვება და აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამ მაკედონურ ომებს შორის მეორე საუკუნის 90-იან წლებში, 1990 წელს რომი ბალკანეთზე ებრძვის სწორედ ამ სელევკიდების სირიის სახელმწიფოსაც. და რა ინტერესები ჰქონდა სელევკიდების სირიას აქ რომთან ომში? ის რა თქმა უნდა არის მოკავშირე მაკედონიისა. ამ შემთხვევაში ის ხედავს, რომ ისინი მარცხდება რომაელებთან, ამ შემთხვევაში მაკედონია და შემდგომში გადმოდის ანტიოქია და ბალკანეთზე განავრცოს თავისი ძალაუფლება და მცირე აზიაზე და ამას აკეთებს იმიტომ, რომ მან მარცხი განიცადა ეგვიპტეში ამ შემთხვევაში და ვერ მოახერხა იქით გაფართოება ტერიტორიული და აირჩია მეორე მიმართულება, შეიძლება ითქვას ესეც და მეორე მიმართულებაზე მას ეგვიპტეზე გაცილებით უფრო სახიფათო მტერი შეხვდა, ეს იყო რომი. რომაელებმა რამდენიმე ბრძოლაში დაამარცხეს სელევკიდები, მათ შორის აღსანიშნავი არის თერმოპილეს ბრძოლა, აი თერმოპილეს უღელტეხილი სადაც მოხდა თავის დროზე ცნობილი სამასის დაპირისპირება ამ შემთხვევაში, ხო? სამასის პარტელისა აქემენიანთა იმპერიის ჯართან, აი იქვე მოხდა რომაელებსა და სელევკიდებს შორის ბრძოლა და რომაელებმა გაიმარჯვეს, ისევე როგორც გაიმარჯვეს შემდგომში მაგნეზიასთან გამართულ გენერალურ ბრძოლაში, სადაც ისევ სციპიონების საგვარეულოს წარმომადგენელმა, ამჯერად ეს არ არის პუბლიუს კორნელიუს სციპიონი, მაგრამ ამ შემთხვევაში ის სციპიონების გვარიდან არის და ზოგადად სციპიონები მთელი 19 მეორე საუკუნის მანძილზე, თითქმის აი საუკუნის მიწურულამდე რომის არმიაში ძირითადად იკავებდნენ ხოლმე უმაღლეს თანამდებობებს, რადგან ძალიან დიდი პოპულარობა ჰქონდა ამ საგვარეულოს გავლენა ჰქონდა. შესაბამისად ამ კორნელიუს სციპიონების საგვარეულო ფაქტობრივად მართავდა რაღაც პერიოდის მანძილზე წარმართავდა რომაულ პოლიტიკას. და სციპიონმა დაამარცხა სწორედ მაგნეზიასთან სელევკიდები და ამით განაპირობა ის, რომ რომს აღარ ყავდა ბალკანეთზე არც ერთი ძლიერი მოწინააღმდეგე. აქ იყო ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების კავშირები, ორი ქალაქ-სახელმწიფოების კავშირი იყო, ეს იყო აქაიისა და ეტოლიის კავშირები, რომელთაც თავდაპირველად რომაელები სხვადასხვა მიიღეს როგორც მეგობრები და მოკავშირეები. და ძალიან დიდი შეცდომას დაუშვეს, იმიტომ რომ თავიდან ვერ გააცნობიერეს ზუსტად რა მიზნები ჰქონდა რომს. ეკი არა, რომაელები თავდაპირველად ბერძნებს მიაჩნდათ ბარბაროსებადაც და ეკი არა, მე ერთ-ერთი პატივი რაც ბერძნებმა მიანიჭეს რომაელებს იყო, რომ ბარბაროსთა სიიდან ამოწერეს რომაელები და ელინთა სიაში გადამოწერეს ამ შემთხვევაში, რადგან აი ისინი ესე დაეხმანენ მათ მაკედონელებთან დაპირისპირებაში, ესე გამოვიდა საბოლოოდ. მაგრამ ამოჩნდა რომ რომაელთა მიზნები სხვა იყო და მალე იმ მომენტიდან, როცა რომაელები ჩავიდნენ საბერძნეთში სტუმრად და გამოაცხადეს იქ ბერძენთა თავისუფლება, სხვათა შორის, მას შემდეგ რაც მაკედონია დაამარცხეს, თუმცა მცირე ხნის შემდეგ რომაელები თვითონ იწყებენ იქ თავიანთი გავლენის დამყარებას და საბოლოოდ ბალკანეთი ნელ-ნელა ტრანსფორმირდება რომის იმპერიის ნაწილად. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ რომაელების დაპყრობითი ომები და პროვინციების შექმნა ასე ერთი ხელის მოსმით არ ხდებოდა ხოლმე. პროვინციის შექმნა სჭირდებოდა ადგილობრივი ადმინისტრაციის შექმნა, ასიმილაციის დაწყება იქ კულტურული თვალსაზრისით, ენობრივი თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ამიტომაც ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო და რომაელები ამ ყველაფერს იწყებენ ჯერ ჩრდილოეთ იტალიაში და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა იწყებენ გალიის ტერიტორიაზე, როდესაც ქალაქი მასილია, რომელიც შემდგომში თანამედროვე მარსელის სახელით ვიცნობთ დღეს და მისი მიმდებარე ტერიტორია და რომელსაც მოიხსნებენ პროვინციას ან პროვანსის სახელით, სწორედ ის გახდება რომის პროვინცია და შესაბამისად დაერქმევა ეს სახელი. ასევე რომაული პროვინციები გახდება ჩრდილოეთ აფრიკაში კართაგენის ყოფილი ტერიტორია, მას შემდეგ რაც რომაელები კართაგენს აიღებენ მესამე ძალიან მცირე პუნიკური ომის მე 1946 წელს, რომაული პროვინცია გახდება ჩრდილოეთ იტალიაში, რა თქმა უნდა, ცისალპური გალია, ან ალპებს გადმოღმა გალია და ტრანსალპური გალია, რომელიც იყო ალპებს გადაღმა გალია, უკვე ამის შემდეგ არსებობდა პროვინცია ნარბონის გალია, ეგრეთ წოდებული, რომელიც მოიცავდა სწორედ დაახლოებით იმ ტერიტორიას, რომელიც დღეს პროვანსი არის. ასევე რომაელები ქმნიან პროვინციებს სიცილიის სახით, ბუნებრივია, რომელიც კართაგენელებს წაართვეს პუნიკური ომების დროს და ნელ-ნელა იწყებენ ბალკანეთის ათვისება, აი ამ თვალსაზრისით, რომ იქაც ნელ-ნელა შეიქმნას რომაული პროვინციები. თუმცა ქალაქები იქ, როგორც იყო ათენი ამ შემთხვევაში, როგორც იყო სპარტა და სხვები, ათებე და შემდეგ, ჯერ კიდევ არსებობს დამოუკიდებელი თვითმმართველობა ამ ქალაქებში, რაც განაპირობებს იმას, რომ აქ რომაული პროვინციები საკმაოდ გვიან ჩამოყალიბდა და მხოლოდ გავლენას ფლობდნენ რომაელები აქ.
რაც შეეხება სელევკიდებთან ომის გაგრძელებას, რომაელები აღარ გაუგრძელებიათ ეს ომი მცირე აზიის დასაპყრობად და მცირე აზიაში რომაელების შესვლა ხდება კი მეორე საუკუნეში ძველი საღარისხვისა, როდესაც აქ ერთ-ერთი მცირე ელინისტური სახელმწიფოს მეფემ ატალოსმა თავისი სამეფო მემკვიდრეობით დაუტოვა რომს. ეს ძალიან საინტერესო ფენომენია, რატომ დაუტოვა სხვა სახელმწიფოს მეფემ თავისი მემკვიდრეობა რომს და აქ უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ მას რომაელების ვალი ჰქონდა. ფაქტობრივად ჩადებული იყო მის სახელმწიფო რომაულ ვალში. შეიძლება ასეც ითქვას, იმიტომ რომ რომაელები ეხმარებოდნენ პერგამონს სხვადასხვა ომებში, მათ შორის სელევკიდების წინააღმდეგ, ამავე დროს ისინი სესხულობდნენ რომაელებსაგან ძალიან დიდ რაოდენობით ფულს, რის შემდეგაც ატალოსი რომთან ვალში იყო ფაქტობრივად და მას რომაელებმა აიძულეს ფაქტობრივად დაეთმო თავის სახელმწიფო და მან გადასცა პერგამონის სამეფო რომს, რასაც მოყვა პერგამონის სამეფოს გადაქცევა რომაულ პროვინციად, რომელსაც ეწოდა პროვინცია აზია. და ეს იყო რომის პირველი ნაბიჯი, პირველი პროვინცია მცირე აზიაში და რა თქმა უნდა უკვე აღმოსავლეთის ინტერესიც ბუნებრივი აქედანვე ყალიბდება. უნდა ითქვას, რომ ძველი საერთოს მეორე საუკუნეში რომის ორი ყველაზე რთული ომი მაინც არის ერთი ესპანეთში, ნუმანციის ალყა, ძალიან ცნობილი ესპანური ქალაქისა, რომელსაც რომაელები დიდი ხნის მანძილზე ვერ იღებდნენ და რამდენჯერმე ძალიან მძიმე მარცხიც განიცადეს და ზოგადად ესპანეთის დაპყრობა რომაელებისთვის ძალიან დიდად საფრთხილო აღმოჩნდა და ძალიან საშიში. იმიტომ რომ ესპანეთი იყო საკმაოდ მოზრდილი ტერიტორია, რომელიც არის თაგორიანი, რომელიც იყო ტყეებით დაფარული და ადგილობრივ ტომებთან ბრძოლა ასე მარტივი არ იყო. სხვადასხვა ესპანეთის დაპყრობა შემდგომ პერიოდშიც ყველას მიუხედავად იმისა, რომ აიგივე არაბებმა მოახერხეს მისი გარკვეული ნაწილის დაკავება რაღაც პერიოდის მანძილზე, მაინც არ იყო ხოლმე ადვილი და ადვილი ფეხმოსაკიდებელი არ იყო. მათ შორის გავიხსენოთ თუნდაც ნაპოლეონის ესპანური კამპანია, ხო, როცა მას ძალიან გაუჭირდა ესპანურ პარტიზანულ ომთან და ამ შემთხვევაში რომაელებსაც ძალიან გაუჭირდა თავის ძოზე ესპანეთში. მიუხედავად იმისა, რომ პლაცდარმი იქ უკვე ჰქონდათ. ნუმანციაში მარცხს, რა თქმა უნდა, დაემატა შემდგომში აფრიკაში წარუმატებლობები. კი, მართალია, 1946 წელს რომაელებმა საბოლოოდ გაანადგურეს კართაგენი, მაგრამ მაგ დარჩა მეორე უფრო კერკეტიკაკალი სახელმწიფო. ეს იყო ნუმიდიის სამეფო. მაგრამ ჯერ ერთი-ორი სიტყვით თქვათ მესამე პუნიკურ ომზე და კართაგენის დაცემაზე. კართაგენის დაცემა და მესამე პუნიკური ომი ძალიან ისეთი მოვლენაა ფაქტობრივად, რომელზეც შეუძლია ვთქვათ, რომ აი ომად ვერც გავწეროთ. რაღაცა მეორე პუნიკური ომის დამატება უფრო არის, ვიდრე მესამე პუნიკური ომი, ანუ ცალკე დაპირისპირება, ცალკე ომი. აქ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის ძალიან ცნობილი ფრაზა, რომელთაც რომაელი სენატორი კატონი მოუწოდებდა ხოლმე სენატს ყოველ სხდომაზე, რომ კართაგენი უნდა დაინგრეს, ხო, კართაგო დელენდა ესტ, ანუ კართაგენი უნდა დაინგრეს. და რატომ ქონდა კატონს ასეთი სურვილები. მან აღნიშნა სენატის ერთ-ერთ სხდომაზე, რომ მე ჩავედი იქ ვიმოგზაურე და იქიდან ჩამოიტანა ფინიკი, ყურძენი და სხვადასხვა ხილეული და აჩვენა, რომ იქ ყვავის ყველაფერი, კართაგენი ისევ გაძლიერდება და ისევ დაემუქრება რომ საფრთხე. ამიტომ ჩვენი ეს დაუძინებელი მოწინააღმდეგე საბოლოოდ უნდა გავანადგუროთ. რომაელები თავიდან თავს იკავებდნენ ამისგან, იმიტომ რომ დიდად კართაგენისგან საფრთხეს ვერ ხედავდნენ. მას აღარ სამხედრო ფლოტი ყავდა, აღარც არმია ყავდა ფაქტობრივად, აღარც ტერიტორიები ჰქონდა, მაგრამ აი ეს ფსიქოლოგიური მომენტი კართაგენთან მტრობისა ფაქტობრივად მაინც არსებობდა რომაელებში. შესაბამისად, ეს ომის სურვილი ნენელა ღვივდებოდა კართაგენთან, რამაც საბოლოო ჯამში რომი მიიყვანა ისევ მასთან დაპირისპირებამდე. და ძალიან თითიდან გამოწვეული მიზეზი დაიწყო ფაქტობრივად ეს ომი, რომის მოკავშირე ნუმიდიის მეფე მასინისა, რომელიც თავის ძოზე მეორე პუნიკური ომის დროს გადავიდა რომის მხარეს, კართაგენს ესხმოდა თავს და მის აფრიკულ სამფლობელოებს პატარ-პატარა ტერიტორიებს აჭრიდა და ერთხელ მოხდა ესეთ შემთხვევა, რომ კართაგენელმა წინააღმდეგობა გაუწიეს მასინისას, დამარცხდნენ, მაგრამ წინააღმდეგობა გაუწიეს. რომაელებმა მაშინვე მოსთხოვეს პასუხი კართაგენელებს, თუ რატომ დაიწყეთ მასინისასთან თქვენ ომი, როცა თქვენ ამის უფლება ზავის მიხედვით არ ქონდათ. ამას მოყვა რომაული არმიის გაგზავნა კართაგენში, ალყის შემორტყმა და ცნობილმა რომაელმა სარდალმა სციპიონ ემილიანუსმა მოახერხა საბოლოოდ კართაგენის გატეხვა, აღება და განადგურება. სხვადასხვა ის ძალიან დიდი მითი არის, რომ რომაელებმა თითქოს მიწისგან პირის აღგავეს კართაგენი და მარილი დათესეს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მის ადგილზე შემდგომ პერიოდში მალევე არსებობს უკვე დასახლება ქალაქი, რასაც თქმა უნდა რომაელები ასე სტრატეგიულ ადგილს ასე უბრალოდ არ გააფუჭებდნენ. მესამე პუნიკური ომის დასრულების შემდეგ რომმა საბოლოოდ გაანადგურა თავისი ყველაზე ძლავრი მოწინააღმდეგე, ან ბოლომდე დაამთავრა საქმე, მოკლედ რომ ვთქვათ, იმიტომ რომ კართაგენი ახლა თქმა უნდა ვეღარ შეძლებდა სავარაუდოდ წინდელი ძლიერების აღდგენას, მაგრამ რომისთვის მაინც პრესტიჟის საკითხი იყო კართაგენის დამარცხება.
და შესაბამისად მან დაამთავრა ეს საქმე და თანაც მიიღო შესანიშნავი და ძალიან სტრატეგიული ტერიტორია, რომლითაც ის აკონტროლებდა ჩრდილოეთ აფრიკის მნიშვნელოვან ნაწილს, ამავე დროს აკონტროლებდა დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთს და რა თქმა უნდა ეს იყო ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პუნქტიც. კართაგენს ჰქონდა ერთ-ერთი საუკეთესო ნავსადგური იმ პერიოდის ხმელთაშუა ზღვისპირეთში, შესაბამისად რომაელები ბუნებრივია შემდგომში გამოიყენებდნენ ამასაც თავისი ინტერესებისათვის. ამავე დროს აი როცა დამთავრდა მესამე პუნიკური ომი, მალევე იქიდან რომმა მიიღო, როგორც გითხარით, პერგამონის სამეფო, ეს ხდება უკვე 133 წელს, ანუ გაუჩნდა პროვინცია აზიაში, მალევე ამას მოყვა სხვადასხვა იგივე ნუმანციის აღებაც, ისიც 133 წელს მოხდა, საინტერესოა, საკმაოდ წარმატებული წლები იყო ეს ყველაფერი და მიუხედავად ამისა წარმოვიდგინოთ, რომ აი ამ დიდი წარმატებებისა ის რომ რომმა მიიღო პროვინცია აზია, რომმა აიღო კართაგენი, რომმა დაამარცხა ესპანელები და მიიერთა ესპანეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, ანუ იმ პერიოდის იბერია, კელტიბერების ტერიტორია, მაინც ძველთათვის მეორე საუკუნის მეორე ნახევარი ითვლება ხოლმე რომისთვის ხშირად წარუმატებლად და ეს წარუმატებლობა მოდის ორი ძალიან დიდი ომიდან. ეს ომები არის პირველ რიგში ომი იუგურთასთან, ეს არის ომი ნუმიდიის სამეფოსთან, რომელშიც მასინისას სიკვდილის შემდეგ დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირება, რამდენიმე მემკვიდრე დატოვა მან და ამ მემკვიდრეებს შორის ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა იუგურთა, რომელიც ბიძა იყო ერთ-ერთი მემკვიდრისა, მასინისას მემკვიდრისა და იუგურთა მოახერხა ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ვინაიდან ის გაცილებით უფრო ძლიერი, გავლენიანი და ცბიერი ფიგურა იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა ნუმიდიელი მმართველი. შესაბამისად, მან მნიშვნელოვანი ტერიტორია ჩაიგდო ხელში ნუმიდიის სახით და ის ცდილობს ამავე დროს რომაელებთან ურთიერთობის გარკვევას, იმიტომ რომ კი იუგურთა, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში მზად არის ომისთვის რომაელებთან, მაგრამ ამის სურვილი ნამდვილად არ აქვს მაინც, იმიტომ რომ რომთან ომი პოტენციურად საფრთხეში აგდებს იმ მიღწევებს, რაც მას ჰქონდა მაშინ ნუმიდიაში და იმ ძალაუფლებას, რომელიც მან ხელში ჩაიგდო. იუგურთასთან ომი საინტერესო არის ბევრი თვალსაჩინო. ერთი, მან გამოააშკარავა რომის გარკვეული სისუსტეები, მათ შორის ეს სისუსტეები იყო ლოგისტიკური თვალსაჩინოებით, ის რომ ჩრდილოეთ აფრიკაში ომის წარმოება რომისთვის უფრო სიღრმეში, კართაგენიდან სიღრმეში არც ისე მარტივი საქმე არ იყო. მეორე ის, რომ რომაელებს ჭირდებოდათ უკვე პროფესიული არმია იმისთვის, რომ ხანგრძლივად შეენარჩუნებინათ ჯარი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, უცხო კონტინენტზე, ამ შემთხვევაში აფრიკაში იქნებოდა ეს თუ აზიაში და რა თქმა უნდა გამოჩნდა რომაული ბიუროკრატიული სისტემის გარკვეული კრიზისის ნიშნებიც. მაგალითად იუგურთა ძალიან ხშირად ახერხებდა რომ რომაელების დაპირისპირება თავიდან აერიდებინა უბრალოდ იმ კომისიების მოსყიდვით, რომლებიც ჩადიოდნენ ნუმიდიაში სიტუაციის გასარკვევად. იმიტომ რომ რომი გარკვეულწილად გვევლინება ჟანდარმის როლში, აი აქ მთელ ხმელთაშუა ზღვისპირეთში. თუ სადმე რაიმე ხდება მოვლენა, რომაელებთან ყველა ჩივის რომაელებთან, რომაელები გზავნიან შემდგომში 10 კაციან დეციმიურთა კომისიას, რომელიც ჩამოდის, შეისწავლის აი ამ პრობლემას ადგილზე, გამოაქვს გარკვეული დასკვნა და იმის მიხედვით წყდება ესა თუ ის საქმე. და აი რამდენჯერაც ესეთი კომისია ჩავიდა ნუმიდიაში, იუგურთა მოახერხა რომ მოესყიდა ამ კომისიის წევრები და თავის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოთ შემდგომში აი ამ წევრებს და შესაბამისად რომაელები საბოლოოდ მე უკმაყოფილოები რჩებოდნენ ამით, იმიტომ რომ ფაქტობრივად იუგურთა მაბუჩად მოახერხა აგდება რომის რესპუბლიკისა, იმით რომ უბრალოდ აი მათი კორუფციული სისტემით ისარგებლა და შესაბამისად მან მიითვისა ის ტერიტორიები, რომლებიც თავის დროზე რომაელებმა საერთოდ სხვადასხვანაირად გადაანაწილეს. ამას მოყვა შემდგომში გაგზავნა აქ რამდენიმე მხედართმთავრისა, მათ შორის იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კვინტუს ცეცილიუს მეტელუსი. კვინტუს ცეცილიუს მეტელუსი, ზოგადად ცეცილიუს მეტელუსები ძალიან წარჩინებული საგვარეულო იყო რომისა, რომლებიც აი ძველწესაერცხვის მეორე საუკუნის მიწურულს ფაქტობრივად განაგებდნენ რესპუბლიკას, შეიძლება ითქვას. აი ერთი შეხედვით ხო რომი არის რესპუბლიკა, ირჩევენ კონსულს და თითქოს მუდმივად იცვლება ეს სისტემა, ხო, მაგრამ სინამდვილეში აი ძველწესაერცხვის მეორე საუკუნეში რამდენიმე საგვარეულო დაწინაურდა, რომელთაც სხვებთან შედარებით გაცილებით მეტი გავლენა ჰქონდათ, მეტი კლიენტები ყავდათ და ეს კლიენტი გულისხმობს რას? ყველა საგვარეულოს ან პატრიციულ საგვარეულოს, რომელიც რომში ცხოვრობდა, შეეძლო რომ პოლიტიკურად მიემხრო ხალხის გარკვეული ნაწილი, ეს იქნებოდა მოსყიდვა, იქნებოდა მათ ხარჯზე, თავის ხარჯზე შეეძლო ეცხოვრებინა გარკვეული ნაწილი რომისა, არჩევნების პერიოდში დაერიგებინა გარკვეული თანხა და ასე შემდეგ. სხვადასხვა რამით შეეძლო
პოპულარობის მოპოვება და რომელიმე საგვარეულო ამას გააკეთებდა, შემდგომში რაღაც პერიოდის მანძილზე აი ეს კლიენტურა შემდგომში ახერხებდა, რომ არჩევნებში გარდატეხა შეეტანა და მათი წარმომადგენლები გაეყვანათ თავმდეობებზე. შესაბამისად, ასეთი საგვარეულოები იყვნენ, მაგალითად, სციპიონები, კორნელიუსების გვარიდან და ასეთი იყო ცეცილიუს მეტელუსები, იგივე, რომლებიც აი ძველი მეორე საუკუნის მიწურულს მართავენ ფაქტორიულად რომს. და ერთ-ერთი მათგანი, რომელიც გამორჩეულად ნიჭიერი მხედართმთავარი იყო და ეს იყო კვინტუს ცეცილიუს მეტელუსი სწორედ, ის ჩადის იუგურთასთან დასაპირისპირებლად აფრიკაში. ეს ომი პრინციპში მთავრდება ძალიან წარუმატებლად თავდაპირველად რომაელებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლებში იმარჯვებენ, მათ არ შეუძლიათ, ჯერ კიდევ არ არიან საკმარისად მოქნილები იმისთვის, რომ გაყვნენ იუგურთას უდაბნოში, დიონ მას აი აფრიკის უსასრულო სივრცეში, ამავე დროს იუგურთას ყავს იქ მოკავშირე მავრიტანიის მეფე ბოქხუსი, შესაბამისად მარტივი არ არის მასთან ეს ომი. და კვინტუს ცეცილიუს მეტელუსის არმიაში იმყოფება ერთი ძალიან საინტერესო ისტორიული პირი, რომელიც შემდგომში რომის ისტორიაში გარდამტეხ ფიგურად იქცევა, ეს არის გაიუს მარიუსი. გაიუს მარიუსი იყო პლებეური წარმომავლობისა, ის არ იყო პატრიციული გვარიდან და შესაბამისად დაწინაურდა სამხედრო სამსახურში მხოლოდ საკუთარი მიღწევებით, მხოლოდ იმით, რომ მუდმივად გამოიჩენდა თავს როგორც სამხედრო მოქმედებების დროს, ისე ადმინისტრაციული ნიჭიც ჰქონდა, სამხედრო ნიჭიც ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ვერ მოახერხა და ვერ მიაღწია ლეგატზე რაღაც მაღალ თანამდებობას, სამხედრო ტრიბუნზე მაღალ თანამდებობას. და აი ამ დროს როცა ის თვალს ადევნებს ცეცილიუს მეტელუსის მოქმედებებს, ის ფიქრობს, რომ თვითონ უკეთესად წაუძღვება ამ ომს და ამიტომ აპირებს კონსულის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რის შემდეგაც მას მიეცემა შესაძლებლობა. და მართლაც ის მეტელუსს სთხოვს, რომ გაუშვას ის რომში. მეტელუსი სხვადასხვა ძალიან დამცინავად შეხედავს მის განაწყვეტილებას, იმიტომ რომ ის პლებეი იყო და რა თქმა უნდა, მაინც და მაინც მეტელუს მისდამი ესეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება არ ჰქონდა, იმიტომ რომ ის იყო პატრიცი თვითონ და შესაბამისად პლებეებს უფრო ზემოდან უყურებდა, ბუნებრივია. ამიტომ ასეთი შენიშვნა მისცა, როგორც ცნობილია მარიუს, რომ ცოტაც მოიცადეო და ჩემ შვილთან ერთად გახდები შენ კონსულიო და აღმოჩნდა შემდგომში, რომ მისი შვილი ჯერ ძალიან მცირეწლოვანი იყო და შესაბამისად სანამ ის საკონსულო ასაკისა გახდებოდა, იმიტომ რომ კონსულები 40 წელს გადაცილებული უნდა ყოფილიყვნენ. მაშინ მარიუსი ამ პერიოდისაც უკვე გადაყრუებული ბებერი იქნებოდა და მარიუს ძალიან თქო ჩაყლაპა ეს შეურაცხყოფა მისგან, მაგრამ მან მოახერხა მაინც მოასწრო კონსულის არჩევნებისთვის ჩამოსვლა და ვინაიდან რომში ძალიან პოპულარული პირი იყო ამ დროისათვის მარიუსი, მან მოახერხა კონსულის არჩევნებში გამარჯვება და ის გახდა ორი კონსულიდან ერთ-ერთი, რომელიც გაიგზავნა აფრიკაში. ის ჩადის ანაცვლებს ცეცილიუს მეტელუს თანამდებობაზე და იწყებს იუგურთასთან ომს და მარიუსი, რა თქმა უნდა, გამოირჩევა იმითაც, რომ მისი მოსყიდვა არის შეუძლებელი. ის ამ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე ეკუთვნის მისი კარიერა თავიდან ბოლომდე მის საკუთრება, ანუ არაფერი მას არ დახმარებია გზად, რომ რამისთვის მიეღწია. ასე რომ მას აქვს თავიდან ბოლომდე სურვილი იმისა, რომ ამ ომში გამარჯვება მოიპოვოს, სახელი და დიდება მოიხვეჭოს და პოლიტიკური თანამდებობაც მიიღოს თავისთავად და ის ახერხებს იუგურთას დამარცხებას და ამავე დროს მოახერხებს იუგურთასთვის ჩამოცილებას მისი ყველაზე ერთგული მოკავშირისა, რომელიც არის მავრიტანიის მეფე ბოქხუსი. ამისთვის ის გამოიყენებს თავის ერთ-ერთ ლეგატს, რომელიც ამავე დროს შემდგომში გახდება მისი მთავარი მოწინააღმდეგეც, ეს არის ლუციუს კორნელიუს სულა. ლუციუს კორნელიუს სულა მაღალი წარმომავლობის არის, ამ შემთხვევაში ის არის პატრიციის საგვარეულოდან არის, უფრო ახალგაზრდა მარიუსზე გაცილებით. მის კავალერიას მეთაურობდა ხომ უმეტესწილად და ლუციუს კორნელიუს სულა იგზავნება მავრიტანიის სამეფოში იმისთვის, რომ მოელაპარაკოს მავრიტანიის მეფე ბოქხუს, რადგან მასთან იმყოფება იუგურთა, ჩააბაროს ის რომაელებს. და მართლაც მოახერხებს სულა ამ მისიის შესრულებას, რასაც მოყვება ხელში ჩაგდება ამ ძალიან ცნობილი რომის მოწინააღმდეგესა იუგურთასი, გადმოცემა მარიუსისთვის და გაიუს მარიუსი შემდგომში ბრუნდება რომში ტრიუმფით, რომელიც დროსაც გაატარებენ იუგურთას ამ ტრიუმფში, ხოლო შემდგომში მას, რა თქმა უნდა, დასჯიან სიკვდილით. გარკვეულწილად ეს იყო რომისთვის ბოლო დიდი ომი ჩრდილოეთ აფრიკაში, რომლის შედეგადაც მას აქ დიდი მოწინააღმდეგე აღარავინ აღარ ყოლია. მართალია ნუმიდიის სამეფომ შეინარჩუნა არსებობა, მაგრამ ფაქტობრივად ის გახდა რომის მოკავშირე და მეგობარი. და რა თქმა უნდა, დაკარგა ის სტატუსი, რაც უწინდელი ჰქონდა და ის დამოუკიდებლობა, რაც ამ სახელმწიფოს გააჩნდა. იუგურთასთან ომის გამარჯვების შემდეგ რომაელებმა გარკვეულწილად აღიდგინეს თავიანთი იარაღის პრესტიჟი, რომელიც მანამდე ძალიან დამცრობილი იყო სწორედ აი ამ კორუფციის გამო, რომელიც რომის სენატში სუფევდა. და ეს ომი
მალევე ამ ომის დამთავრებიდან მალევე ჩრდილოეთიდან გამოჩნდა ახალი საფრთხე რომისთვის, რომელიც ალბათ ძველ საერთაშორისო მეორე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე იყო, რომელიც რომ შექმნია დრომის არსებობას, ეს იყო კიმბრები და ტევტონების შემოსევა. ვინ იყვნენ კიმბრები და ტევტონები, ამაზე პასუხისგაცემა საკმაოდ ძნელია, იმიტომ რომ არ არის დაზუსტებული ჯერაც ვინ იყო ეს ხალხი. კელტური წარმომავლობისა იყო, ბალტიური წარმომავლობისა იყო, გერმანული წარმომავლობისა იყო, რაღაც შერეული თუ ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია ისინი გამოჩნდნენ ჩრდილოეთიდან და დაესხნენ თავს რომის გალიას და შეიჭრნენ ჩრდილოეთ იტალიაში და სხვადასხვა საინტერესოა რომ თელ რიგ ბრძოლებში თავდაპირველად ისინი ამარცხებენ რომაელებს ბრძოლის ველზე. ანუ ეს ძალიან მაგარი მეომარი ხალხია, მოკლედ რომ თქვათ, კიმბრები და ტევტონები. და რომაელები იძულებულები ხდებიან რომ მიმართონ ისევ და ისევ გაიუს მარიუს, რომელიც კი ბევრ სენატორს თვალში არ მოსდიოდა მისი პლებეური წარმომავლობის გამო, მაგრამ რაც შეეძლო, ამ კაც შეეძლო, ეს იყო ძალიან ნიჭიერი მხედართმთავარი, ადმინისტრატორი, უმკაცრესი დისციპლინის ჩამოყალიბება შეეძლო ჯარში, ასე რომ ერთადერთი, ვინცაც შეეძლო პოტენციურად დაემარცხებინა კიმრები და ტევტონები, ეს იყო ისევ და ისევ მარიუსი. მარიუსი ბრუნდება იტალიაში, ჩრდილოეთ იტალიაში ის გაემგზავრება, გადაიბარებს არმიის მეთაურობას, მაგრამ აქ ძალიან საინტერესო მომენტი არის რომის ისტორიისა, რომ 5 წელი გავიდა ისე, რომ კიმრები და ტევტონები აღარ გამოჩენილან რომის საზღვრებთან. რაღაც პერიოდის მანძილზე ისინი რომაელებს ებრძვიან, შემდგომში მიდიან და გალიის მიმართულებას აირჩევენ და იქით აგზელებენ გზას და მარიუსი ზის ბანაკში და ელოდება, როდის დაბრუნდებიან კიმრები და ტევტონები და რომაელები მას ირჩევენ და ირჩევენ კონსულად ყოველ წელს. არა და მანამდე არ შეიძლებოდა აკრძალული იყო კონსულად ზედზე 2 წელიც კი არ შეიძლებოდა, არა თუ 5. შესაბამისად, ეს მარიუსი რამდენიმე წლის მანძილზე და საბოლოო ჯამში მე ეს მას გაცილებით მეტი კონსულობა დაუგროვდება, მაგრამ ირჩევდნენ კონსულად. ამავე პერიოდში ის ატარებს ძალიან მნიშვნელოვან სამხედრო რეფორმას. ეს სამხედრო რეფორმა გულისხმობს რას? მარიუსი ხვდება, რომ რომის ჯარი ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ანუ რომის ჯარი ფაქტობრივად აღარ შეუძლია არმიას, რომ მუდმივად იდგეს სამხედრო სამსახურში, იმიტომ რომ ეს არის გაწვეული ჯარი უბრალოდ მოსახლეობისაგან, რომელიც შემდგომში უნდა დაბრუნდეს უკან და მერე ისევ განახლება როცა ხდება ომისა, ისევ უნდა გამოიწვიონ. რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამიტომ მარიუსი ფიქრობდა, რომ აი ამ პრობლემის აღმოფხრა და იმ ადამიანური დანაკლისის ქონა, რაც არმიაში არსებობდა, შეიძლებოდა მოხალისეობრივი პრინციპის შემოღებით. და მან გადააწყო არმია, პროფესიულ არმიად გადააქცია, ყველას ფაქტობრივად შეეძლო არმიაში მსახური, ვინც აკმაყოფილებდა ფიზიკურ ნორმებს ამ შემთხვევაში, მას სახელმწიფო მისცემდა ჯამაგირს, სახელმწიფო მისცემდა იარაღსა და აღჭურვილობას და საცხოვრებელს და შემდგომში რაღაცა პერიოდის მსახურების შემდეგ, რა თქმა უნდა, რაღაც პრივილეგიებით ისარგებლებდა და მიიღებდა მიწასაც. ასე რომ, აი ამით დააინტერესეს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ჩაირიცხა არმიაში და რა თქმა უნდა მარიუსის არმია ჩამოყალიბდა როგორც პროფესიული ჯარი. ეხლა ეს პროფესიული ჯარი ერთი შეხედვით ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ რომს ეს პროფესიული ჯარი არ ყოლოდა იმპერიაც ვერ გახდებოდა შემდგომში, ანუ ეს იყო მისი უპირატესობა, რომ პროფესიონალი ჯარისკაცები ყავდა. მაგრამ სამეგოდ ნაკლიც ქონდა ამ ყველაფერს. ეს არმია ამჯერად იყო არა უშუალოდ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ერთგულებით, არამედ დაკავშირებული იყო თავის უშუალო მხედართმთავართან. რაც გამაც განაპირობა ის, რომ შემდგომში მხედართმთავრები თავიანთი პირადი ნებასურულითა და ძალაუფლების წყურვილით იყენებდნენ ამ არმიას თავის სასარგებლოდ. რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია რომის იმპერიად გადაქცევა, ხოლო შემდგომში ის უამრავი სამოქალაქო ომების სერია, რომელიც რომის რესპუბლიკაში ჯერდა, მერე უკვე იმპერიაში ხდებოდა. ასე რომ აი მარიუსის რეფორმა ფაქტობრივად გარდაუვალი იყო, მას ვერ დავაბრალებთ იმას, რომ რა მოყვა შემდგომში მის რეფორმის გამოწვეულ შედეგებს ვერ დავაბრალებთ, მაგრამ იმ მომენტისთვის ეს იყო გადამწყვეტი იმ თვალსაზრისით, რომ რომი სხვა ვარიანტი აღარ რჩებოდა, რომ არა გადასულიყო პროფესიულ ჯარზე. თანაც ეს რატომაა ესეთი განსაკუთრებული მომენტი? იმ პერიოდში არც ერთ სახელმწიფოს ფაქტობრივად ანტიკურ ხანაში პროფესიული ჯარი არ ყოლია. რომი იყო პირველი, რომელმაც მრავალრიცხოვანი პროფესიული ჯარი შექმნა, რომელიც ცხოვრობდა ბანაკში, მუდმივად იყო ამ შემთხვევაში ომისთვის მზად და მეტი საქმიანობა არ ჰქონდა. ეს იყო უბრალოდ ჯარისკაცი და მორჩა. პროფესია ჯარისკაცი შექმნეს ფაქტობრივად რომაელებმა. რამაც რა თქმა უნდა მათ მოუპოვა ძალიან დიდი უპირატესობა სამხედრო თვალსაზრისით ბრძოლის ველზე. როდესაც კიმბრები და ტევტონები გამოჩნდნენ, მარიუსმა მოახერხა მათი დამარცხება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის აკვა სექსტიესთან ბრძოლა, ანუ სექსტიუსის წყლებთან ბრძოლა, რომელშიც მან გაანადგურა მათი არმია. ორივე ტომის ცაცაკე დამარცხება შეძლო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მარიუსმა მოახერხა, რომ
რიგრიგობით დაემარცხებინა ისინი და არა ერთად. და მათ შორის, როდესაც ჯერ ერთი დაამარცხა, მეორე ტომმა არც კი იცოდა, რომ ის პირველი დამარცხებული იყო მასთან ბრძოლაში, რა ძალიან საინტერესო მომენტი არის, რადგან ისინი მოუწოდებდნენ მარიუსს, აი ისინიც მოვლენო ჩვენი მეგობრები ტევტონები და მე გაჩვენებთო სეირსო და აღმოჩნდა, რომ ისინი უკვე განადგურებული ყავდა მარიუსს და ხოცილი, შესაბამისად ვეღარავინ ვეღარ მოიდოდა და საბოლოოდ ორივეს ხელი მოუთავეს კიმბრებმა და ტევტონებმა. კიმბრებსა და ტევტონებს რომაელებმა უბრალოდ. მარიუსი ბრუნდება რომში ტრიუმფით და აი ერთი შეხედვით თითქოს ეს უნდა ყოფილიყო მისი რაღაცა წინვალე პოლიტიკური კარიერის დასაწყისი კი მას ირჩევდნენ კონსულად, მაგრამ ეს კონსულობა გაატარა მან ძირითადად არმიაში, ბანაკში და აი აქედან თითქოს ის ნენელა უთანაბრდება პატრიციებს, იმიტომ რომ ახლა ამდენჯერ კონსულად არჩეული კაცი რამხელა ძალაუფლებას ფლობს, რამხელა ავტორიტეტი აქვს არმიაში, მოსახლეობაში, ხო? მაგრამ ის არც ისე კარგი პოლიტიკოსი არ აღმოჩნდა, როცა საქმეზე მიდგა, რაც მას გამოვლინდა მაგალითად იმაში, რომ რომის პოლიტიკური სისტემა იყოფოდა აი ორი ჯგუფი იყო პოლიტიკაში, ერთი იყვნენ ოპტიმატები, რომლებიც იყვნენ არისტოკრატია, უფრო მეტად და ძველი პატრიციების მომხრეები და მეორე იყო პოპულარები, რომლებიც იყო უკვე სახალხო ძალაუფლებაზე დაყრდნობილი, ამ შემთხვევაში უფრო სახალხო პარტია ამ შემთხვევაში რომისა და მარიუსი იყო აი პოპულარების წარმომადგენელი და მან რაღაც მომენტში უღალატა პოპულარებს და ოპტიმატების მხარეს გადაიხარა, რამაც საბოლოო ჯამში დააკარგინა პოპულარებში მას ის უწინდელი გავლენა და ამავე დროს ოპტიმატებაც არ მიიღეს, ვინაიდან ის არ წარმოადგენდა პატრიციულ საგვარეულოს და შესაბამისად მათ დიდად გულზე არ ეხატებოდათ. შეიძლება ითქვას, რომ აი რომის დიდი სამხედრო მოღვაწეებიდან ზოგიერთი მათგანი ნამდვილად არ იყო კარგი სამხედროს გარდა, ანუ ადმინისტრაციული და პოლიტიკური უნარები ისეთი კარგი არ ჰქონდათ. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ სციპიონის თუნდაც, იმიტომ რომ პუბლიუს კორნელიუს სციპიონი ხა ერთი შეხედვით, ხო, მის იმას რო გადავხედოთ ბიოგრაფიას, კაცია, რომელმაც დაამარცხა ჰანიბალი და მონაწილეობდა სელევკიდების დამარცხებაში და შემდეგ, ხო, მაგრამ პოლიტიკური კარიერა ვერ აეწყო ამ კაცს. ფაქტობრივად პუნიკური ომის მერე მაღალი თანამდებობები აღარ ქონია და ეს გამოიწვია იმან, რომ მან ვერ მოახერხა საკმარისი რაოდენობის ხმების დაგროვება, კლიენტების შეგროვება, ამ შემთხვევაში როგორც ხმები ეხერხებდნენ, არც ენა უჭრიდა იმდენად, როგორც მოეხერხებინა რომაელების ამ შემთხვევაში მიმხრობა. საბოლოო ჯამში მისი კარიერა ძალიან ისე ფერულად დამთავრდა და მისი სიკვდილიც ძალიან დაადრევად მოხდა სხვადასხვა ისევე როგორც ჰანიბალისა. ბედი ეწია ჰანიბალს. ჰანიბალი გაქცეული იყო კართაგენიდან მეორე პუნიკური ომის მერე რაღაც პერიოდის მანძილზე ცდილობდა პოლიტიკური კარიერის აწყობას, მაგრამ რომაელებმა მოითხოვეს ჰანიბალის გადევნა კართაგენიდან და მას მოუწია გაქცევა. რამდენიმე ელინისტური სახელმწიფოში ცხოვრობდა გარკვეული პერიოდი, საბოლოოდ ის კვლელები მიაგნებენ მას, უკვე ეს ხდება სირიული ომების შემდეგ. სხვადასხვა რაღაცა პერიოდის მანძილზე ცხოვრობდა სომხეთის მეფესთანაც, ის ცნობილი არტაშესთან და ეხმარა მას, როგორც ესეთი გადმოცემა მოგვითხრობს, ქალაქ არტაქსატას, ანუ არტაშატის დაარსებაში, იმიტომ რომ მან შეურჩია ადგილი და უთხრა რომ სტრატეგიული ადგილიაო და მეფემ მას დაუჯერაო, არსებობს ესეთი გადმოცემა. საბოლოოდ მისი სიცოცხლეც მთავრდება სწორედ ეს სციპიონის სიცოცხლესთან ერთად. ერთ წელს მოხდათ ფაქტობრივად ამ ორი ძალიან დიდი სამხედრო მოღვაწის გარდაცვალება. ჩვენ არ გვიხსენებია ამ მოვლენებს წინ უსწრებდა ერთი სოციალური მოვლენა, რომში ეს არის ტიბერიუს და გაიუს გრაკხუსების მოღვაწეობა. ტიბერიუს და გაიუს გრაკხუსების მოღვაწეობის აღსაწერად პრინციპში ცალკე ეპიზოდი თავისუფლად შეიძლება რომ ჩაიწეროს, იმიტომ რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს შეეჭიდნენ მაშინ რომში, რაც ძალიან არაპოპულარული იყო მაღალ წრეებში, პატრიციებში, მაგრამ რეალურად იყო რომის გადარჩენის ერთ-ერთი გზაც. კერძოდ ტიბერიუს და გაიუს გრაკხუსები აცნობიერებდნენ იმას, რომ რომის სახელმწიფო, რაც გაიზარდა ტერიტორიულად, უამრავი მიწები მიიღო ახალი, საჭიროებდა გარკვეულწილად იმას, რომ ეს მიწები გადანაწილებული ყოფილიყო რომის მოსახლეობაზე, რაც რა თქმა უნდა შეძლებას გააჩენდა ის, რომ ყოფილიყო უფრო მეტი აგრიკოლა, ანუ მიწაზე მომუშავე, მეურნეობის შემქმნელი, იმიტომ რომ მაშინდელი მეურნეობა ძირითადად იყო სწორედ მაშინდელი ეკონომიკა ძირითადად იყო აგრარული და მიწის რეფორმის გარდა ფაქტობრივად ეს შეძლებას მისცემდა რომის იმ უზარმაზარ მოსახლეობას, რომ საკმაოდ ასე ვთქვათ მეტი შემოსავალი მიიღოთ, უფრო მეტი ეკონომიკურადაც უფრო დაწინაურებული იყვნენ და უფრო თანაბრად გადანაწილებული იყო ის ქონება, რომელიც რომის იმპერიაში ამ პერიოდში არსებობდა, იმიტომ რომ ამას დიდწილად იტაცებდნენ ხოლმე რომაელი პატრიციები, რომელთაც უზარმაზარი მიწათმფლობელობა ჰქონდათ, უზარმაზარი მამულები ჰქონდათ და ეს მამულები ძირითადად ფუნქციონირებდა მონების ხარჯზე.
ანუ ტერიტორიებს ამუშავებდნენ არა რომაელი გლეხები, არამედ ამუშავებდნენ მონები და დროთა განმავლობაში ეს უკვე გადაიქცა მასიურად, ძალიან მასიური გახდა. ვინაიდან ამ ომების პერიოდში რომაელებმა უამრავი მონა ჩაიგდეს ხელთ, ეს მონები შემდგომში, რა თქმა უნდა, ჩამოიყვანეს რომში, ისინი სახურობდნენ ამ მამულებში, ამუშავებდნენ მიწებს, იყვნენ უბრალოდ სახლის მოსამსახურეები, იყვნენ მასწავლებლები და ასე შემდეგ. ეს მონათფლობელობა ზოგადად არის რომის იმპერიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისება. ვინაიდან მთელი ეკონომიკა დგას მონურ შრომაზე ფაქტობრივად და იქაც არსებობს გარკვეული კატეგორიები მონებისა, ვის რა ფუნქცია ეკისრებოდა ხოლმე ამ შემთხვევაში, მათ შორის მაგალითად ზოგიერთი იყო გამოიყენებოდა უფრო მიწათმოქმედებისთვის, ზოგიერთი ხალხი უფრო გამოიყენებოდა მაგალითად პედაგოგებად და მასწავლებლებად, მათ შორის ბერძნები, ბერძენი მონების ძალიან დიდ როლს ასრულებდნენ რომში განათლების შეტანაში. შესაბამისად, მონათვაჭრობასაც და მონათფლობელობასაც ჰქონდა გარკვეული ესეთი კატეგორიები. დროთა განმავლობაში მე რომში ნელა მონები ჩანაცვლა კოლონებით, მაგრამ ეს უკვე ხდება იმპერიის პერიოდში და უკვე ამაზე მე მომდევნო ეპიზოდში ვისაუბრებთ, რას ნიშნავდა ამ შემთხვევაში კოლონა. რახუსების მოღვაწეობა საბოლოოდ დამთავრდა იმით, რომ მათ ვერ მოახერხეს ამ მიწის რეფორმების გატარება, ვინაიდან მას დაუპირისპირდნენ პატრიციები რომში და მათ არ სურდათ, რა თქმა უნდა, უწინდელი პრივილეგიების დაკარგვა, მათ არ სურდათ, რა თქმა უნდა, რომ გაენაწილებინათ რომის მიწები სხვებისთვის და თავისთავად ამას მოყვა ორივე ძმის თავიდან მოცილება, ისინი შეეწირნენ ორივენი აი ამ თავიდან დაწყებულ საქმეს, ჯერ ტიბერიუსს და შემდეგ გაიუს გრაკხუსი ორივენი მოკლეს და ფაქტობრივად დამთავრდა ამით აი პოპულარების პირველი მცდელობა, რომ რომის აი ამ მმართველობაში გარკვეული ცვლილებები შეეტანათ, რომის ადმინისტრაციული სისტემა შეეცვალათ. თუმცა მათი საქმე შემდგომში დროთა განმავლობაში გააგრძელეს სხვა პოპულარმა ლიდერებმა, ისეთებმა მაგალითად როგორც იყო გაიუს იულიუს კეისარი და რა თქმა უნდა ეს კიდევ ცალკე საკითხი არის. რაც შეეხება მარიუსისა და სულას დაპირისპირებას, ჩვენ ვახსენეთ, რომ სულა ჯერ კიდევ მარიუსთან მსახურობდა იუგურთასთან რომში და მათ შორის დაპირისპირება უკვე მას შემდეგ დაიწყო, რაც კიმბრები და ტევტონები დაამარცხა მარიუსმა რომში დაბრუნდა და ჩაერთო პოლიტიკურ თამაშებში. აი აქ გამოჩნდა სწორედ სულა მის მოწინააღმდეგედ, რომ ამჯერად ის ოპტიმატების მხარე არის, არისტოკრატების მხარე და აი ამ ორ ადამიანს შესაძლოა კიდევ მოუხდა ერთხელ მახვილის ერთად აღმართვა და ეს იყო ეგრეთ წოდებული მოკავშირეების ომი და ეს მოკავშირეების ომი სოციალურ რომსაც წოდებენ ხოლმე ან მოკავშირეებს როგორც ეძახდნენ იყო გამოწვეული იმისგან რომ რომაელებს არ ქონდათ მიცემული არანაირი პრივილეგიები, არანაირი უფლებები თავიანთი მოკავშირე იტალიკებისათვის და მათაც გადაწყვიტეს რომ რომაელებისთვის მოეთხოვათ პასუხი ამაზე, რასაც არ მოყვა არანაირი შედეგი და საბოლოოდ ისინი იარაღით ხელში გამოვიდნენ რომის წინააღმდეგ. ისინი ამბობდნენ მაგალითად იმას რომ რომაელები ჩვენ გვიყენებენ თავიანთ ომებში, ჩვენგან ვიყავთ უამრავი მეომარი, ისინი გადასახადებს გვახდევინებდნენ და შემდეგ, მაგრამ ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, არ მონაწილეობთ სახელმწიფოს მართვაში. ჩვენ უფლება დაცული არსად არ არის, რომაული სამართალი ჩვენზე არ ვრცელდება. საბოლოოდ ეს ომი რომაელებისთვის თავიდან ძალიან წარუმატებლად დაიწყო. პირიქით მარცხდებოდნენ, მთელი რიგი დამარცხებები იწვნიეს და საბოლოოდ ერთ-ერთი რითაც მოახერხეს მათ ამ იტალიკების გატეხვა, იყო ის, რომ ნენელა პრივილეგიების გამოცხადება დაიწყეს იტალიკებისთვის. მაგალითად, ჯერ დაიწყეს თქვეს რომ აი ჩვენ რომაული მოქალაქეობას გავავრცელებთ ამ და ამ ქალაქებზე და შესაბამისად მე სხვებსაც სურვილი გაუჩნდათ ამისა და დროთა განმავლობაში დასუსტდა ეს აჯანყება, რაცაც მოყვა საბოლოო ჯამში რომაელებისაგან ამ მოკავშირეების საბოლოო დამარცხება და პრინციპში ეს დამარცხება ერთი მხრივ რომაელმა განიმტკიცეს საფუძველი იტალიკებში და უფრო მეტად მოახერხეს მათი ინკორპორირება თავიანთ იმპერიაში, მაგრამ მეორე მხრივ იტალიკებმაც მიიღეს გარკვეული პრივილეგიები, იმიტომ რომ რომაელებისგან ჩამოყალიბებული ის უფლებები, რომაული სამართალი, რომაული მოქალაქეობა გავრცელდა ამიერიდან უკვე აი ამ მოკავშირეებზეც. აი ამ ომში სხვადასხვა ორივენი მონაწილეობენ, მარიუსი და სულაც, როგორც აღნიშნეთ, განსაკუთრებით სულამ უფრო გამოიჩინა თავი ამ ომის პერიოდში, ვინაიდან მარიუსი როგორც ცნობილია ფიზიკურად ან ჯანმრთელობის მხრივ ამ პერიოდში საკმაოდ უკვე ასაკში შესული არის და ვეღარ გამოირჩევა უწინდელი იმ თვისებებით, რომელიც მას მანამდე ჰქონდა. თუმცა პოლიტიკურ სარბიერზე სულასა და მარიუსს შორის ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება.
რასაც საბოლოო ჯამში მოყვება რომის პირველი დიდი სამოქალაქო ომი პოპულარებსა და ოპტიმატებს შორის, პოპულარების ლიდერი იყო ამ შემთხვევაში მარიუსი, ოპტიმატებისა იყო ლუციუს კორნელიუს სულა. მათი ომი პირველ ეტაპზე დამთავრდება სულას გამარჯვებით, მარიუსის მოუხდება რომიდან გაქცევა თავის მომხრეებთან ერთად, ის განიდევნება ჩრდილოეთ აფრიკაში ჩავა კართაგენის ყოფილი ქალაქის ტერიტორიაზე, ვინაიდან კართაგენი მართალია იქ კიდევ აშენდა მალევე ქალაქი, მაგრამ ის არ იყო უწინდელი კართაგენელების აშენებული კართაგენი, არამედ რომაული კართაგენი იყო უკვე. ის მივიდა იმ ძველი ქალაქ კართაგენის ნანგრევებთან და იქ არის ესეთი მხატვრული ძალიან მომენტია, როცა მარიუსი, რომელიც თვითონაც უკვე ასეთი დიდი კაცი იყო თავის ძოზე და ასე განადგურდა ამდენი პოლიტიკური ომების შემდეგ, იჯდა ასევე დიდებული კართაგენის ნანგრევებზე, რომელიც ამ დროს უკვე აღარაფერს აღარ წარმოადგენდა. თუმცა სულას გამარჯვება არ იყო სრული. მან კი მოახერხა რომზე ოპტიმატების ძალაუფლების დამყარება, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა ამავე დროს, როცა არმიით წავიდნენ რომაელები რომზე. ანუ სამოქალაქო ომი, რა თქმა უნდა, მანამდე გარკვეული დაპირისპირება მათ შორის ყოფილა, მაგრამ არასდროს არ მომხდარა, რომ ქალაქი აეღო რომაელთა ჯარს, რომი აეღო და შესაბამისად ეს სულას პირველი ცდილობა იყო ამ შემთხვევაში, რომ სულა ახერხებს ამის გაკეთებას და გარკვეულწილად ეს რა თქმა უნდა ბევრ უარყოფით მოგონებას აღზრავდა შემდგომში რომაელებში, რომ შეიძლებოდა ის პროფესიული არმია, რომელიც მარიუსმა შექმნა, გამოიყენებინა ამა თუ იმ მხედართმთავარს ისევ და ისევ რომაელების წინააღმდეგ და ისევ და ისევ რომის ასაღებად. აი ამის შემდეგ სულა მიეშურება აღმოსავლეთში რომის ერთ დაუძინებელ მოწინააღმდეგესთან საომრად, ეს არის მითრიდატე პონტოელი, მითრიდატე ეოპატორი, ეს არის პონტოს მეფე, რომელიც ძველ საეცხვის მეორე საუკუნის მიწურულს პირველ საუკუნის დასაწყისში ძალიან გაძლიერდა, მცირე აზიაში მოახერხა რომაელების დამარცხება, შევიწროება პროვინცია აზიისა და ამიტომაც რომაელებს მისთვის ღირსეული პასუხი უნდა გაეცათ, ამიტომ სულა გაეშურა მის წინააღმდეგ საომრად და დაამარცხა მითრიდატე პირველ მითრიდატულ ომში, რომელიც მიმდინარეობს არა მცირე აზიაში, არამედ ბალკანეთზე. და სულას წამოსვლა რომიდან ემთხვევა იმას, რომ მაშინვე იწყება მის წინააღმდეგ იქ მოძრაობა, პოპულარები კვლავ იგდებენ ძალაუფლებას ხელში, მარიუსი დროებით ბრუნდება რომში, თუმცა დიდი ხანი ვეღარ იცოცხლებს, მალევე გარდაიცვლება და ლუციუს კორნელიუს ცინა ჩაუდგება სათავეში პოპულარებს, რომელიც მოახერხებს, რომ სულას ძალაუფლება გაანეიტრალოს იქ და დაადევნოს მას მეორე რომაული არმია ვალერიუს ფლაკუსის მეთაურობით და ეს ფაქტობრივად ორი რომაული არმია ერთდროულად მოქმედებს მითრიდატეს წინააღმდეგ, ისე რომ ამავე დროს ერთმანეთის მტრები არიან ისინი, რასაც მოყვება ამ ვალერიუს ფლაკუსის მკვლელობა მისივე ლეგატისგან, ლუციუს ფიმბრიასგან და საბოლოოდ ეს არმია მერე საბოლოოდ მოკლავს ამ ფიმბრიასაც და შეუერთდება მათი ნაწილი სულას, მეორე ნაწილი დამარცხდება და უბრალოდ გაიფანტება იქ, ან დეზერტირებად ჩაბარდება პონტოს არმიას. სულას გამარჯვება ათენთან და ამავე დროს იქ დამარცხება მითრიდატეს რამდენიმე სარდლისა, როგორც იყო არქელაოსი მაგალითად, გამოიწვევს ზავს მითრიდატესა და რომს შორის, რომელიც დაიდება საკმაოდ ისეთი სტატუს კვოს პირობებით ფაქტობრივად, რომი აღიდგეს ბალკანეთზე ძალაუფლებას, მაგრამ მცირე აზიაში ის მაინც ვერ შეავიწროებს პონტოს, იმიტომ რომ სულას თვითონ აქვს ამჯერად საქმეები იტალიაში, მას ზურგი ჯერ უნდა გაიმაგროს საიმისოდ, რომ შემდგომში ეს ამ ომის გაგრძელება შეძლოს, ის ბრუნდება იტალიაში, ამარცხებს მარიუსელებს და აიღებს რომს არმიით, რასაც მოყვება იქ სულას დიქტატურა. სულას დიქტატურით შეგვიძლია აი ამ ჩამოყალიბებით, დიქტატურის ჩამოყალიბებით დღევანდელი ეს კონკრეტული ეპიზოდი დავასრულოთ. ახლა მოვისმენ კითხვებს და უკვე შემდგომში დანარჩენ თემებზე მესამე ეპიზოდში გესაუბრებით. გთხოვთ. მოკლედ ესეც შეკითხვა გამიჩნდა მე. ახსენე კიდევაც, მაგრამ რაღაც უფრო დეტალურად მოვისმენდი მაგას. აი რამ გამოიწვია რომ თქვათ აი მაგალითად ხედავთ რომ ძველი წელს მეორე საუკუნეში აი თუნდაც სციპიონმა ამხელა იმას მიაღწია რა ქვია გამარჯვებას მიაღწია და აი პოლიტიკურად მე გაუფერულდა ასე შემდეგ და შემდეგ ხედავთ რომ ძველი წელს პირველ საუკუნეში უკვე გენერლები მოდიან რომლებიც თავის გამარჯვების შემდეგ უფრო დიდ პოპულარობას იძენენ და ფაქტობრივად რაღაც მთავარი მმართველები ხდებიან თელ პოლიტიკას ისინი წარმართავენ და
ხო, როგორც ერდებიან ძალიან ისე რომ როგორც ვთქვათ მანამდე რომის ესპიკას არ ახასიათებდა ასეთი ნამდვილად ვთქვათ ძალაუფლები. აი ალბათ მარიუსის რეფორმები რო ვახსენეთ, იმას უკავშირდება მაინც ეს, როცა არმია პროფესიული გახდა ამ შემთხვევაში და ამავე დროს საერთოდ ყოველთვის ომი რომაელი აი ამ ხედავთავრებისთვის, რომლებიც რა თქმა უნდა სენატორთა კლასიდან იყვნენ ძირითადად, იყო ხოლმე გამდიდრების ძალიან მნიშვნელოვანი წყარო საერთოდ და თუ ეს ხედავთავარი თავის არმიის გასამდიდრებლადაც იყენებდა შესაბამისად ამ ქონებას და აძლევდა მათ საშუალებას ნადავლი მოეპოვებინათ იქ რაღაც შემოსავალი მიიღოთ, რა თქმა უნდა, ის მათ შორის პოპულარული ხდებოდა. რაც უფრო ეს არმია პოპულარული გახდა, თვალსაჩინოდ რომ პროფესიული გახდა ამ შემთხვევაში და გადავიდა როგორც პერსონალური ხედავთავრების ერთგული გახდა და არა სახელმწიფოსი ამ შემთხვევაში. აი ამის მერე უკვე ისინი უშუალოდ დაკავშირებულები იყვნენ იმ ხედავთავრებთან, რომელთაც თანაც მოუპოვებიათ გამარჯვება. ამან გამოიწვია ის, რომ ის ვეტერანები, რომლებიც სხვათავის დროზე მაგალითად ემსახურებოდნენ კეისარს, პომპეუსს და სხვადასხვა ხედავთავრებს სხვადასხვა ომებში, შემდგომში უკვე მათი კლიენტები ხდებოდნენ რომში ყოფნის დროს და რა თქმა უნდა, ეს იყო დამატებითი ძალა იმისთვის, რომ პოლიტიკური ძალაუფლება მათ მოეპოვებინათ. ამიტომაც იყო, რომ ეს ხალხი ფაქტობრივად მიმულები ხდებოდნენ თავიანთ ხედავთავრებზე და ძალაუფლებით მე ის მათგან ხდებოდა მისი გამოცხადება იმპერატორადაც, მათგან ხდებოდა მისთვის ძალაუფლების მინიჭება. უკვე მე იმპერიის პერიოდში ისიც კი ისეთ შემთხვევებიც კი იყო რომ თვითონ ჯარი აცხადებდა ხოლმე თავიანთ ხედავთავარს იმპერატორად, რომის იმპერატორად და მოდიოდა რომში რომ ძალაუფლება ხელში ჩაეგდო და ეს თავიანთ ხედავთავარი იმპერატორად დაეყენებინათ, იმიტომ რომ მათ იცოდნენ რომ მათი კეთილდღეობა დამოკიდებული იქნებოდა მათი ხედავთავრის წარმატებაზე და მის პოლიტიკურ კარიერაზე. შესაბამისად, აი პირველ საუკუნეში განსაკუთრებით ეს ძალიან მძაფრად წარმოჩინდა იგივე პომპეუსისა და კეისრის შემთხვევაში განსაკუთრებით. კარგი, შეგვიძლია დავამთავროთ ეს ეპიზოდი და უკვე სულას დიქტატურიდან ვისაუბრებთ მესამე ეპიზოდში ჩვენი რომის ისტორიისა.